მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ ტოლკსის ვიდეოს, გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. წინა სერიებში ვერ ხვდები და მარატომ გექცევა ისე როგორც საძულელ გერს. მაშინვე მივხვდი, რომ ჩვენი ბიჭიც გარეული იყო. როცა კვამლის სიგნალი გაუშვა. როგორ აუხსნი ნარვაეს, რომ ნიგანის მკვლელი შენ ხარ? იმ კაცს, რომელმაც მამა შენი მოკლა, ნიგანი ქვია? შოკირებული ვიყავი, როცა გავიგე, რომ კრისტოსი შენთან თამაშში დამარცხდა. და თუ არ გვინდა რომ შემოგიერთდეთ? Zamyśletamo pustym ulicam grada. Głęboka jest noc i cisza ticho. თუ ნიგანი მართალია, კარგად უნდა მოუძებნოთ. ზოგიერთ ტაძარს საიდუმლო ოთახები, ცალკე შესასვლელები აქვს, საიდანაც შეუმჩნევლად შევიპარებით. არ ვიცი. გავგიჟდი? მხოლოდ რამდენიმე ათეული დავრჩით და გამოგვივა. ჩემი აზრით, თუ არ ეცადინებათ, რომ მივდივართ, მხოლოდ ზუსტი ლოკაცია დაგჭირდება. წინ ხიდი უნდა იყოს. თუ არ იქნება, ესე იგი გზა აგვერია.
ის შენი ნახატი ქალის მითხარი რომ ბილბორდზე დაინახე ჰა ნიგანის ნახვა როგორი იყო? რა გითხრა? მითხრა რომ უნდა წავსულიყავით სახლში უნდა წავსულიყავით ამიტომაც მივდივართ არა დაფიქრდი იფიქრე იქ უკვე ორჯერ იყავი აი ასე ახალი ტანსაცმელი? დამა შემოდი სუსტები და საწოდავები ეს როგორ მოხდა? ჩვენმა ტექნიკოსმა პოსტი მიადოვა ჯერ კიდევ ვცდილობთ გათიშვის მიზეზის გარკვევას ვერ ხვდები ჩვენზე რას იფიქრებენ როგორც უკვე გითხარი მივხედავთ გერჩევნია მეთანის გარაში შეგვიძლია ქალაქის დაბრუნება დავივიწყოთ დაცვაზე აღარაფერს ვამბობ არა მხოლოდ ერთი ქვესადგური იყო განათება მხოლოდ მე-6 გამზირზე დავკარგეთ მადლობელი უნდა ვიყოთ რომ სხვა კარგი შოუ უნდა გაგრძელდეს ჩვენი ძალები თითქმის მზად არიან მხოლოდ კრისტოსი და მისი ველურების ჯგუფი დაგვრჩა მერე კი? მერე დავასრულებთ არა კრისტოსის მერე ოჯახს დამიბრუნებთ ასე შევთანხმდით წარსულ დროშია ნიშნულოვანი შეთანხმება იცი არ მომწონს იდეა რომ ამდენ შრომას დაებ და გართობას ხელიდან უშვებ გერთობაზე განსხვავებული წარმოდგენები გვაქვს რა სამწუხაროა მოლოდინებს ვერაზროს ვერავინ ამართლებს სამწუხაროა ხომ ხედავ მე ერთადერთი ვარ ვინც გყავთ ასეთი დარწმუნებული არ ვიქნებოდი კრისტოსი ყოველთვის ბობოქარი იყო ჩვენთან დააბრუნე და დავასრულებთ გეფიცები ნეგატივზე გეფიცები აი ასე ყოჩა ვიცოდი რომ გამოგივიდოდა კიდევ გშია კრისტოსთან რომ მივალთ მეთანის კონტეინერებს საჩუქრად მივუტანთ წინაზე ამან კარგად იმუშავა არა ნიგანი მარტო წავა დარწმუნებული ხარ? პირველ შეხვედრაზე ვერ გაუგეს ერთმანეთს ნიგანი სწორად მოიქცა რომ კრისტოს თავისი ადგილი მეუჩინა საზღვრები დადგინდა კაცობა გაიზომა მაგრამ მაინც უფრო ლოგიკური იქნება თუ მე არა შენი პრობლემების გამოსწორებას მიხედავ და გამოიცვალე ეს სულელური ტანსაცმელი შვეიცარს გავხარ
როქსანა სადაა? დაკავებულია როგორც ფედერაციის მტერი. როგორც კი ჩვენს მხარდაჭერას დათანხმდება, გავათავისუფლებთ. მათი დაკავების უფლება არ გაქვს. არა. შენ არ გაქვს უფლება. საკანში ჩასვით. მეც მაკავებ? რისთვის? ღალატისთვის. სახლში რომ დაბრუნდი გმირივით დაგხვდით. შენ თქვი რომ დამნაშავე ნიგალი მოკალი. მაგრამ არ მოგიკლავს. შვიდად გაუშვი. სტები. მეც იქ ვიყავი და ვნახე რაც მოხდა. ნიგანი მოკლა. ესეც დააკავეთ. ყალბი მოწმეა. მოიცადე. ხო, გავუშვი. მაგრამ გაგიმართლა, იმიტომ რომ ახლა ხორვატთან ერთადაა. მან გითხრა მეთანი სადაა და კიდევ ბევრი იცის. ის ერთადერთი კავშირია, რაც დაგვრჩა. ის კი ერთადერთია, ვისაც ენდობა. ორივე ჩემს ოთახში წაიყვანეთ. ნარვაეს. ჯინი. უდანაშაულო ხალხი. იცოდი რომ მას შეხვდებოდი? ხო. რატომ არ მითხარი? იმიტომ რომ ვიცოდი რომ იარაღი გქონდა. მე კი მაინტერესებდა ვისთვის იყო განგუთვნილი. მან თქვა რომ იცი მეთანი სადაა. სად არის? რა მოხდება, როცა გეტყვი სად არის? არაფერი. თუ კანონს არ დაარღვევ. მაინც აზრი არ აქვს. იმიტომ რომ არ მოგეწონება ის, რაც ნიგანმა მითხრა. იმიტომ რომ შენი ჯარისკაცებით და იმ ხალხით, ვინც დაგრჩა. ხორვატის წინააღმდეგ უშანსოდ ხარ. მას 50 კაცი ყავს, შეიძლება 100-იც. ან ამას იმიტომ მეუბნები რომ დავნებდე, იმიტომ რომ მე თუ დავნებდები, შენ სახლში დაბრუნდები. რას ფიქრობ? შეიძლება ნიგანს ვენდოთ? კი. რატომ? იმიტომ რომ ის ფიქრობს რომ ამასთან ვალშია. და მასზე რა სიტყვა? ისიც ფიქრობს რომ მასთან ვალშია? რა მნიშვნელობა აქვს? მინდა იქ დაბრუნდე და დანებება შესთავაზო. მხოლოდ ერთი პირობით. ნიგანს და ხორვატს ნავსადგურთან მოიყვანს, რომ ჩვენი ძალები კუნძულიდან დაუბრკოლებლად გაიყვანონ. გინდა რომ ჩასაფრება მოუწყო. მიუხედავად როქსანას ხალხის საფიქრობ რომ ბურაზის მოერევი? არა. არ მოგვიძავს. მათ მაღალ ბალახში გაიყვან. მკვდრები მიხედავენ, უმეტესობას მაინც. არ ინერვიულო. ნიგანს შენ დაგიტოვებთ. და ამას რატომ გავაკეთებ? იმიტომ რომ შენი შვილი ჩვენთან ერთად დარჩება. დარწმუნდი რომ გამონაბოლქვის მილი დაბლოკილი არაა. შენი აზრით გადახურდა? ფიქრობ რომ კომპრესორი გაფუჭდა? რომ შეცდომა დავუშვი? არა, ეს არ მიგულისხმია. ჩვენზე რას იფიქრებენ თუ ელექტროენერგიის ჩართვას ვერ მოვახერხებთ? რას იფიქრებენ? მითხარი. მე არ ვიცი. იფიქრებენ რომ სუსტები ვართ. შენი აზრით ამას დავუშვებ? დავუშვებ რომ სუსტები ვჩანდეთ? კომპრესორები შეამოწმე.
3 daughters. სამი ქალიშვილი. იფიქრებენ რომ მოღალატედ მოკვდე. ვიცოდი რომ ეს დღე დადგებოდა. შენ კი ისევ გაქვს არჩევანი. ახალ ბაბილონს შეუერთდი. Help Major Napoleon. მაიორ ნარვაეს დაეხმარე. თუ არ დაეხმარები მოკლავენ. შენს ადგილს სხვა დაიკავებს. Left to make the same choice. მის წინაშეც იგივე არჩევანი დადგება. ნებისმიერ შემთხვევაში ტყუილად მოკვდები. იცი ბიძამ ყავდა სახელად სირიუსი მას ყვითელი ჩიტი ყავდა სულთან დაყვებოდა ზოგჯერ ფერადი ფურცლებით სავსე ყუთს ამოიღებდა ხოლმე ფურცლებზე გამოცანები ეწერა ჩიტი ჩამოხდებოდა ყუთში შევიდოდა და თავისი ბრჭყალებით ფურცელს იღებდა რასაც აირჩევდა იმ გამოცანაზე ვფიქრობდით ჩიტმა ყოველთვის იცოდა რა უნდა აერჩია ერაყში რომ შემოიჭრნენ ბიძა ჩემი გაიწვიეს ომში წავიდა რომლის შესახებაც არაფერი იცოდა და რასთანაც კავშირი არ ჰქონდა მახსოვს ის დილა როცა წავიდა ჯერ მზეც არ იყო ამოსული ეს იყო არაფრისთვის სიკვდილი საჩუქრები მოგიტანე. მივხედავ. როგორც ვატყობ, ვახშმით ხარ დაკავებული და ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავალ. მინდა ბოლოჯერ გთხოვო ახალი ბაბილონის წინააღმდეგ ჩვენთან ერთად იბრძოლო. უნდა იცოდე რომ ყველა თანახმაა. მათ შორის ბრიუკელიც. დიდი შეცდომა დაუშვი აქ რომ მოხვედი. ჩემი ხალხის თვალწინ თავს დამესხი. ახლა ქრისტეს მოხვედი. გინდა შეგვავიწრო? შეგვაშინო? წინაზეც გითხარი რომ შენი შემოთავაზება არ გვაინტერესებს. რაც არ უნდა თქვა, ვერ გადაგვაფიქრებინებ. ამას შეხედეთ. იცი ახლა სათხარ? შენს ტაძარში არა. არა. არც ბურაზი ყავს. არც მეთანის ჩირაღდნები. და არჩენი ბიდა გაქვს. შენ ახლა ჩემს სახლში ხარ. Papa. You say that is our spelen. Hey, meisjes. Hey, wat doe jij hier bijna? Even hi, Papa. Ik zei dat jij in de kamer moest blijven. Nee, ik moet spelen. Ja, dat weet ik, maar... Even hi, Papa. Ik zei dat ik op... Hij moest wachten. Moest You wachten, say that is our spelen. oké? Mila. რა Wat doen zij hier? Ja, sorry, ik weet het. Kom op jongens, we gaan. Hey. Ik zeg toch nu niet, oké? Ja, ik weet het. Probeer jij ze maar eens tegen te houden. Kom op jongens, kom op. Niet. Papa komt zo. Hey, Later goed, kom op. Mama. იცი, ვფიქრობ გაუგებრობა მოხდა. არ ხვდებოდი რა მდგომარეობაში იყავი. აშკარა რომ ხალხის დაცვას ცდილობდა ეს ყველაფერს სulis. არ მინდა მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგეს. ასე გეტყვი. შენი მესმის.
წავედით. გასაკეთებ. ნარვაეზის წინააღმდეგ თუ წახვალ არ გაჩერდებიან, სანამ არ დაგიჭერენ და შენც მოკლავენ, შენს ხალხსაც. მაშინ ისე ვიზამ რომ არ დამიჭირან. მეგი არ გინდა. 10-15 წლიანი ძებნის შემდეგ აღარაფერი დარჩა. როცა ბრუგელმა ბრძოლა დაიწყო, ლოგიკურად მომეჩვენა. რასაც ვერ პოულობდით, ვსვლიდით. რაც უფრო მეც კარგავდით, მით უფრო გვიწევდა თამაშის გაგრძელება. თამაშობდით, მის თამაშს თამაშობდით. სანამ ყველაფერი არ დავკარგეთ. იარაღი, საჭმელი, სახლი. ახლა კი შენ მოდიხარ. და ამას ვთავაზობ. ეს ხომ ეს ომში წასვლა. ეს ალიანსია. ჩვენი გადმოსახედიდან რომ შეხედო, ეს თამაში უფრო ღრმად ჩართვა. მესმის. მართლა მესმის. მაგრამ ამას ვერ გამოტოვებ. მესმის რომ ჩვენი დახმარება არ გინდა. მაგრამ ერთ დღესაც ხორვატი და სხვები მოგაკითხავენ. და ისინი თუ არა ღმერთმა დაგიფაროს ახალი ბაბილონელები მოვლენ. ან ჩვენთან ერთად იბრძოლე. რაც უფრო კარგად იბრძვე, უფრო დიდი ადგილი გხვდება მაგიდასთან. მით უფრო მეც წყვეთ, თუ ყველაფერს ბრიუგელს და ახალ ბაბილონელებს მიანდობ. გადაწყვეტილებებსაც ისინი მიიღებენ. ეს კი არ გინდა. ბოდიში რომ გაუფრთხილებლად მოვედი. ქრისტოს ელაპარაკებოდი და ვფიქრობ, საერთო ენა ვიპოვეთ. საერთო ენას ვერ იპოვნე, თუ ერთმა მხარემის უკვე მიწასთან გაასწორა. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ელექტროობაში ერკვეოდი. არ ვიცი რაზე ლაპარაკობს. იცოდი, რომ ქვესადგურის გათიშვით მთელი მე-6 გამზირი გაითიშებოდა. შტამბეჭდავია. წარმოდგენა არ მაქვს რაზე ლაპარაკობს. ეს ქვესადგურში ვიპოვე. ვიფიქრე, დაბრუნება მოგინდებოდა. მომესმინე, რაც არ უნდა დაგეგეგმა. არ გააკეთო. არ გააკეთო. უკვე გაკეთებულია. ფომის. აშკარაა, რომ ამას დაუსჯელად ვერ დავტოვებ. მთელი ეს დრო აირი გაშვებული იყო. დაახლოებით 30 წამი დაგრჩათ. ახლა მე მომისმინე. მე მომისმინე. God damn it. Fushini. Na pičvaro. არ ინერვიულო. ქალები და ბავშვები გადარჩებიან. მონსტრი კი არ ვარ.
ნიგან. მათ ჩვენს ობიექტს საფრთხე შეუქმნეს. ყველაფერი რისკის წინაშე დააყენეს. დამამ პირადად მე დამავალა. მან გთხოვა მათი დახოცვა. რა ხდება დედა შენსა და ნიგანს შორის? ნიგანმა გული გაუტეხა? მან მამა ჩემი მოკლა. ახლა კი მეგობრები არიან? არა. მაგრამ ნიგანი არ მოკლა. რატომ? ერთხელ მეუცადე მისი მოკლა. ეს დიდი ხნის წინ იყო. არ დამიგეკნავს, უბრალოდ. როსი იარაღი აღმომაჩნდა და დაუმისნე. და რა მოხდა? ავაცილე. რაც შენ ვერ შეძელი? 12 წლის გოგო შეძლებს. ისიც თუ აცილებს, საქმეს მე დავასრულებ. ჯენი იარაღი დადე. ჯენი იარაღი დადე. მოიცადე, ერთი წუთით მოიცადე. მომისმინე. რაც მოხდა. საერთოდ ვის რა შეანაღლებს დამარა სიტყვის. მეც მომბეზრდა იგივეს ლაპარაკი, მაგრამ არ მომწონს როგორც გექცევა. ცევის სხეულ ვირთხასაც კი შენზე უკეთ ექცევა. ვირთხას ჩვენზე ორივეზე უკეთ ექცევა. ეფერება უყვარს უზარმაზარ ლაბირინთებს უშენებს. შენ კი მას მეთანის იმპერიას უშენებ და მაინც ვირთხა უფრო დიდ პატივისცემას იმსახურებს, ხედავ, იმისთვის რომ გაუმართლა და ნახევრად დამპალი კენკრა იპოვა, არა? და მას გამო ნუ წვალობ. გაიგე, მე შენთან ვარ. უნდა შემეჩერებინა. დაჭერისგან, სიკვდილისგან. ასე ხედავ არა. უკან დახევის მიზეზი. ამით შენზე ძალაუფლებას იძენენ. თუ დასასრულის შიშს გადალახავ, მიხვდები, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. იყავი შენი თავის ჩიტი. აირჩი. კარგია. რთულია. ყეში წლობით სიარულის მერე კაცი გზა გასაყარს დაადგება. მარცხნივ თუ წავა, სახლში დაბრუნდება. ფიქრობს, სასიამოვნო იქნება ძველი ტანსაცმლის ჩაცმა.
ძველ საწოლში დაძინება. მაგრამ ისე რომ აღარ იყოს ყველაფერი როგორც ახსოვდა, მარჯვნივ თუ წავა, გაურკვევლობა. არ იცი ის მომავალი რას მოუტანს. მაგრამ იქნებ იქ ორმოები იყოს, ან მძარცველები იყვნენ. კაცი უკვე ფერდება. მას ძალა მხოლოდ ბოლო გზისთვის ეყოფა. რომელი გზით უნდა წავიდეს? დარწმუნებული ვარ ჩიტმა იცის. ან ჩიტს დაეხმარნენ. როგორც კი შევედით, მაშინვე ალყაში აღმოჩნდი. ხორვატი რომ დროულად არ მოსულიყო. შენი აზრით სულელი ვარ. კონკრეტული ინსტრუქცია მოგეცი. ვერ ხდები ასეთი შენ არ გელაპარაკები, მას ველაპარაკები. რატომ ცდილობ ასე მონდომებით დაამსხვრიო ყველაფერი, რასაც მე ვაშენებ? შენ აშენებ? მე ვინ ვარ? ვირთხა შენს ლაბირინთში არა? არა, ვირთხაზე უარესი. მან ლაბირინთის ბოლოს ჯილდო მაინც მიიღო. მაშინ ვისაუბრებთ, როცა თავს ხელში აიყვან. ეს შენი ბოლო შანსია. არაფერს იტყვი? ნუ გეშინიათ. არასდროს მიგატოვებთ. თქვენთან ვიქნები. მე იქ მივდივარ, სადაც ყველა წავალთ. სადაც ყოველთვის ვიყავით. ყველას ძალიან მალე. დედა! დედა! გამიშვი! გააჩუმეთ!
ჰერშელ 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 ის ქალი, რომელიც მე დავხატე. რეალური. ორვათთან ერთად იყო. როცა გამიდაცეს. დოდიში რომ არ გითხარი. უნდა მეთქვა. კვამლის სიგნალი შენ გაუშვე? ბეიონში რომ ვიბავად. შენ იყავი? შენ წინააღმდეგ რამე აქვს? შეგიძლია მითხრა? ჩვენ უბრალოდ ვლაპარაკობდით. კარგად მეკცეოდა. უნდოდა რომ გავეცანი. რაზე ლაპარაკობდით? ქალაქზე. ის გეგმებზე ქალაქის დაბრუნებასთან დაკავშირებით. შთაგონებად მივიჩნევდი. უნდოდა რომ ქალაქი ახალი ბაბილონისგან დამეცვა. და მართალიც იყო. მითხრა, რასაც აკეთებდნენ, როგორც ცხოვრობდნენ. სუსტად ისე, როგორც მე არ ვიცოდი. ნაუმის ადგომებზე. უბრალოდ მინდოდა მოვსულიყავი და შენ და ჯინის სახლში წამეყვანეთ.
მაგრამ ვერ მოვედი. სულთან წინ მიდგას ჯარისკაცები, რომლებიც წყლიდან ამოდიან. უნდა მეუხვდარიყავი, რომ ასე მოხდებოდა. ის ხალხი ყველაფერი კარგადაა. ყველაფერი მორჩა. ახლა შეგვიძლია სახლში წასვლა. ხომასია. მგონი წოულებაზე მოსვლა დამაგვიანდა. დამა მე ზად ვარ ვილაპარაკოთ. სალაპარაკო ბევრი გვაქვს. ვეღარ გავწელავთ. დამა ახლა გადაწყვეტილებებს შენ იღებ? სიტუაციას შენ მართავ? ამ შეტყობინების გამოგზავნას ცდილობ? გამარკვია გთხოვ. დამა ვერ ხვდები. ტალახიდან ამოგიყვანე. ფეხზე დაგაყენე. ახალი ცხოვრება მოგეცი. სამაგიეროს ასე მიხდი? მომაკვდავი უნდა დამეტოვებინე. აქ შესარიგებლად მოვედი. შენ ჩემ გარეშე არაფერი ხარ. შენ ხარ არაფერი ჩემ გარეშე. ჩემ გარეშე. მე მოგეცი ახალი ცხოვრება. ყველაფერი გავაკეთე. შენ კი მხოლოდ იმას აკეთებ, რაც გსურს და გსურს და გსურს. მაგ შენი მაღალი ტახტიდან უტანსაცმლო იმპერატორი ხარ. ამაღე საბრალო პატარა დედოფალი. მიშველე. მილე მიშველე. ეს აიღე. აიღე. მიშველე გთხოვ. მიშველე. მილე. დამეხმარე გთხოვ. გამომიყვანე. მიშველე. მილე. დამა მკვდარია. ახლა რა მოხდება? შემდეგ სერიაში. რა სიტყვით? მეთანე რომ გიშალოთ.
ბრიუგელის ნდობა არ შეიძლება. ხორვატს თუ უღალატა, შენ რატომ არ გიღალატებს? საქმის დამთავრების შანსს მაძლევს. შემომთავაზე სხვა გზა. ის რა არის? დაკეტე! მოსიარულე მკვდრები, მკვდარი ქალაქი.